გურჯაანელი აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან. ახალგაზრდების უმრავლესობას სწავლის გაგრძელება თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში, ზოგს კი ევროპაში სურს. ფაკულტეტების გარკვეულმა ნაწილმა უკვე აირჩია და იციან რა პროფესიაში სურთ ძალების მოსინჯვა. მათი განმარტებით ისეთი პროფესიები შეარჩიეს, რომ სამომავლოდ დასაქმება გაუადვილდეთ. მე გადავწყვიტა რომ ჩავაბარო აისეთში, ეს არის საერთაშორისო ეკონომიკა ინგლისურენოვანი. უნივერსიტეტი არის თბილისში და ვთვლი რომ ქალაქია, სადაც არის უფრო მეტი პერსპექტივა ვიდრე კახეთში. ამიტომ ჩავთვალე რომ ამ მხრივ რადგან ვაბარებ, წავიდე თბილისში და იქ მივიღო უმაღლესი განათლება. ვფიქრობ რომ ჩავაბარო ფილოლოგიაზე, ქართულ ფილოლოგიაზე. ბავშვობიდან მომწონს ზოგადად ეს სფერო, მასწავლებლობა, ლექტორობა და ამიტომ ვანიჭებ უპირატესობას. ჯერ ზუსტად უნივერსიტეტს არ მაქვს გადაწყვეტილი, არ ვიცი, თუმცა ვფიქრობ ალბათ ილიას. თბილისში უფრო ვფიქრობ რომ მეტი პერსპექტივა მექნება განვითარების მხრივ, როგორც სამსახური ისე სწავლის მხრივ და ალბათ უფრო მაგიტო თბილისი. მე მინდა სწავლა გავაგრძელო სამედიცინო ფაკულტეტზე, რადგან ბავშვობიდან საკუთარი თავი წარმომედგინა ამ სფეროში და სხვა ფაკულტეტზე საერთოდ არ ვფიქრობ და იმედი მაქვს რომ მართლა წარმატებული ვიქნები სამედიცინო სფეროში. ვაბარებ თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნეს ადმინისტრირებაზე და ვფიქრობ თბილისში, იმიტომ რომ უფრო მეტი ფართოარჩევანია და უფრო უკეთესი საშუალება განვითარებისთვის. ჩემი მიზანია ჩავაბარო საერთაშორისო ურთიერთობებზე და პირველი გეგმა არის რომ პირდაპირ ვენის უნივერსიტეტში შევიტანო საბუთები და უცხოეთში გავაგრძელო სწავლა, რადგან იქ უფრო მეტი პერსპექტივაა დასაქმების და განვითარების, ხოლო თუ რამე შეფერხება იქნება, ვფიქრობ საქართველოში გავაგრძელო სწავლა, პირველი ორი კურსი.